მოგესალმებით მეგობრებო, მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით და გამოვხატავ მადლიერებას თითოეული კომენტარისთვის, მოწონებისთვის, რომელსაც თქვენ ანხორციელებთ ჩემს მიმართ, ჩემი გაშლების მიმართ. ნამდვილად ეს აუცილებელია ჩვენ შორის ბალანსი, რომ შევინარჩუნოთ. ეს ერთგვარი მადლიერების გამოხატვა თქვენი მხრიდან. დღეს კვლავ მე თქვენთვის გავაკეთებ გაშლას, რა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენგან, რა სურს კონკრეტული თქვენი ურთიერთობიდან, როგორ სურს და გაშლას გავაკეთებ ორ ვარიანტად. პირველი ვარიანტი იყოს ლაბრადორიტი და მეორე ვარიანტი იქნება იყოს ავანტურინი მწვანე. მაშასე პირველი ვარიანტი ლაბრადორიტი და მეორე იქნება ავანტურინი. მეორე ვარიანტი გადავდოთ. პირველებო, მოგესალმებით და მოდი ვნახოთ რა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენგან. ახლა ამ ადამიანს განმარტოვება სურს დაუკვირდეს თავის განვლილ ცხოვრებას, თუნდაც აი ამ ურთიერთობაში არსებულ ყველა წვრილმანს თავის ქვეცნობიერში ეძებს პასუხებს და აქედან გამომდინარე მას სურს იყოს თავის თავთან მარტო და რაღაც ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, როდესაც ადამიანს სჭირდება განმარტოვება და კითხვებზე პასუხი. და ეს პასუხი მოდის მაშინ, როდესაც ჩვენ თავთან ვრჩებით მარტო და სწორედ ახლა ეს ადამიანი არის აი ამ პოზიციაზე. რა სურს ადამიანს თქვენგან? ამ ადამიანმა იცის, რომ მასზე ნაწყენი ხართ, გაბრაზებული ხართ და სწორედ რომ ფიქრობს და მომავალში ალბათ შეეცდება კიდეც რომ იპოვოს გზები, რომ გამოვიდეს აი ამ სიტუაციიდან, სადაც ახლა იმყოფება. თქვენ კი საკმაოდ ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანად მიგიჩნევთ, მიუხედავად თქვენი სიბრაზისა, ის ფიქრობს, რომ მართალი ხართ, თავის შეიძლება არ გიმჟღავნებდეთ ამას, მაგრამ ის ფიქრობს, რომ თქვენ სწორი ანალიზს აკეთებთ და აქედან გამომდინარე მიაჩნიხართ სამართლიან ადამიანადაც კი. რა სურს ამ ადამიანს აი ამ ურთიერთობაში? სურს იმ ჩიხიდან გამოსვლა, სადაც ახლა არის. ძალიან ტკივილიანია ამ ადამიანის ყოფნა იქ, სადაც არის. რესურსი აქვს ამ ადამიანს ამოწურული და არა მარტო ფსიქოლოგიურად უჭირს, არამედ შეიძლება ფიზიკურ ტკივილსაც განიცდიდეს, რადგან რაღაც ციკლი, ერთი ეტაპი დასრულდა თქვენს ცხოვრებაში. შეიძლება ეს ადამიანი ერთგვარად მანიპულირებდა აი ამ ურთიერთობაში, ასე თუ ისე ეს ჩანს და ბოლოს მოექცა ძალიან დიდ გაურკვევლობაში და ჩიხში. რა სურს მას თქვენგან? სურს, რომ აი იმ
ჩიხიდან გამოვიდეს, რაც მე ვახსენე. შეიძლება იყო თქვენს ურთიერთობაში ტყუილი იმედგაცრუება და ეს ადამიანი შეეცდება რომ ყველაფერს დაუკვირდეს. შეიძლება რაღაც ტკივილი იყო ისეთი, რის გამოც ახლა მას ჩაერთო სიფრთხილის ანალიზი და ცდილობს, რომ ძალიან ფრთხილი იყოს. საკუთარ თავთან კონფლიქტში ამავე დროს ეს ადამიანი არ იცის როგორ მოიმოქმედოს. შეიძლება თქვენ შორისაც არის ისეთი სიტუაცია, რომ არც ერთი არ თმობთ პოზიციებს და ხელის გადაძალვის პოზიციაზე ხართ, ვინ უფრო მაგარია, ვინ უფრო დიდხანს გაძლებს დუმილის პოზიციაში და ეს ადამიანიც რაღაც მომენტში შესაფერის მომენტს ელის, რომ იმოქმედოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გარშემო სიტუაცია მისთვის იქნება უკვე უსაფრთხო. აქ ვხედავ, რომ რაღაც ტყუილი იყო ურთიერთობაში, რაღაც შეიტყვეთ, ან მან შეიტყო, რაღაც არაკეთილსინდისიერი იყო რომელიმეს მხრიდან. რა სურს მას თქვენგან? სურს, რომ ჯერჯერობით იყოთ პაუზაზე ნამდვილად. სურს, რომ იაზროვნოს ლოგიკურად თვითონაც, ამიტომ სჭირდება, როგორც პირველად მოგახსენეთ, მას ძალიან ჭირდება მარტო ყოფნა, რადგან ანალიზის უნარი წართმეული აქვს და სურს, რომ მოიკრიბოს ძალყონე და ყველაფერი შეკრიბოს ის ინფორმაციები, რაც იყო და რაც თქვენ შორის იყო, ასე თუ ისე მან უნდა შეაჯამოს ეს ყველაფერი და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. ახლა ძალიან ცვალებადი პერიოდი აქვს, მერყეობის პერიოდი აქვს და მას სწორედ აქედან სურს, რომ რაღაც დისტანცირდეთ მისგან. რა სურს კიდევ? შეცვლა სურს, ცვლილებები სურს, ტრანსფორმაცია სურს ამ ადამიანს. რას შეეხება ეს ტრანსფორმაცია? ეს თუ თქვენ შორის არის სიშორე და ეს გაშლა სწორედ არის იმ ადამიანისთვის, რომელიც იმყოფება პაუზაზე. თუ აქ არის ძალიან დიდი ტკივილი, სევდა, სიშორე თქვენ შორის, აი ეს ცვლილება სურს შეიცვალოს, უпростоრად სურს ისეთი ცვლილება, რომ შეიცვალოს თქვენ შორის არსებული ნეგატიური ურთიერთობა, რადგან თქვენ შორის მაინც არის რაღაც სულიერი კავშირი, რაღაც არის მაინც დარჩენილი და მას სურს, რომ აღდგეს ეს ყველაფერი. და აქ მას მოუნდება ნამდვილად, რომ თქვენ შორის აი ამ რთული პერიოდის გავლის შემდეგ დაელაპარაკოთ ერთმანეთს და აი ის ურთიერთობა, რაც იყო, აღორცინოთ, ოღონდ მხოლოდ გარკვევის შემდეგ, როდესაც ყველაფერს გაარკვევთ თქვენს ურთიერთობაში. ეს გახლავთ პირველი ვარიანტი. მე თქვენ კომენტარებში დაგელოდებით, რამდენად რეზონირდა ეს გაშლა თქვენთვის და აქვე მოგესალმებით მეორე ვარიანტს, ვინც ავანტურინი აირჩიეთ. რა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს?
თქვენ მისთვის ნამდვილად სასურველი ქალბატონი ხართ და თუ გაჩერებული იყოს სიტუაცია, მას სურს თქვენთან კომუნიკაცია, მისთვის ძალიან აქტიური, ქარიზმატული, მომხიბვლელი და ამავე დროს ძალიან სექსუალური ქალბატონი ხართ, რომელსაც ყველაფერი შეუძლია რომ გამოუვიდეს, თუმცა აქ შეიძლება უკმაყოფილოს გხედავდეთ ეს ადამიანი ახლა და ამჟამად, ან თვითონ იყოს უკმაყოფილო, შექმნილი ვითარებით სიტუაციით და ისეთ მდგომარეობაში იყოს, რომ თითქოს არაფერი არ უხარია ახლა, რადგან ვერ ხედავს გამოსავალს აი ამ კონკრეტულ სიტუაციაში. რა სურს თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს თქვენთან? თუ თქვენთანაც რაღაც პაუზა, მას სურს თქვენთან ძალიან ვნებიანი შეხვედრა, მას სურს თქვენთან აი ის შეგრძნებები მიიღოს, რაც ოდესღაც ჰქონდა, მას სურს თქვენთან ემოციების მიღება და ეს ემოციები მას ნამდვილად ანთებს და ძალიან დიდი მოლოდინი აქვს, რომ ეს კომუნიკაცია, ურთიერთობა, ის ცეცხლოვანი შეხვედრა იქნება და აღდგება თქვენს შორის, თუმცა ამ ეტაპზე შეიძლება გაბრაზებულია ეს მამაკაცი. ეს მამაკაცი შეიძლება იყოს სტრუქტურაში მომუშავე ადამიანი, ან ექიმი გახლდეთ, ან საკმაოდ განათლებული და ერუდირებული ადამიანია, რომელსაც ენა ძალიან კარგად უჭრის და ამავე დროს გონებაც შეიძლება საკმაოდ ხისტი საუბარიც შეუძლია, როცა გაბრაზებულია და მისი მთავარი იარაღი შეიძლება იყოს სიტყვა, ენა და მწარე კომენტარები თქვენს მიმართ. რა სურს მას კიდევ? ემოციები სურს თქვენგან, მეგობრებო, ემოციები სურს და მას გადაწყვეტილი აქვს, რომ თუნდაც პატარ-პატარა ნაბიჯებით ეს ემოციური სისავსე თქვენგან მიიღოს, რაღაც გაკვეთილი გაიარეთ მგონია თქვენ ორივემ და მას სურს მიიღოს იგივე თქვენგან, რასაც თქვენს მიმართ ის გამოსტყორცნის, არც მეტი, არც ნაკლები, მას სურს, რომ იგივე მიიღოს, როგორც გრძნობებში, ასევე იგივე მიიღოს თუნდაც კომუნიკაციით, თუნდაც სიტყვით, მას სურს, რომ თქვენ იყოთ სამართლიანი მის მიმართ და დაბალანსდეს თქვენს შორის ურთიერთობა, ბალანსი აღდგეს თქვენს ურთიერთობაში. კიდევ თქვენგან კონკრეტულად რა სურს? არის აქ ძალიან დიდი, შეიძლება სამკუთხედიც იყო, შეიძლება რაღაც პატარა ღალატიც იყო ურთიერთობაში, რაღაც იყო, მეგობრებო, რამაც გატკინათ გული, შეიძლება თავიდან ძალიან პატარ-პატარა ნაბიჯებით ნელ-ნელა ვითარდებოდა და ბოლოს ეს ყველაფერი ჩამოინგრა და ახლა ხართ დეპრესიულ მდგომარეობაში, მას სურს, რომ თქვენზე ძალაუფლება მოიპოვოს, მას სურს, რომ იყოს ლიდერი აი ამ ურთიერთობაში და მას სურს იყოს გამარჯვებული აი ამ ურთიერთობაში, თუმცა ამ ადამიანს თქვენ მიაჩნიხართ ტოლად და სწორად. აი ეს არის თავის ადამიანად, თავის ქალად, თავის შესაფერის ადამიანად მიაჩნიხართ, მას ძალიან უჭირს, რომ აი ეს სწორედ ეს ძალაუფლება
თქვენზე მოახდინოს, რადგან არანაკლებ ძლიერი ქალბატონი ბრძანდებით და ის ამას აღიარებს და მას სურს, რომ იყოს თქვენ გვერდით და სწორედ ეს იქნება მისთვის ყველაზე დიდი გამარჯვება, თუ თქვენს გვერდით ის ღირსეულ მამაკაცად წარსდგება. ეს გახლავთ მეორე ვარიანტი, თქვენც დაგელოდებით მე კომენტარებში. მე კი ჰარმონიულ ბედნიერ ურთიერთობას გისურვებთ და დროებით გელოდებით კომენტარებში.